მოგესალმებით, თქვენ უსმენთ Dress Codes, მე კი ნიანი ჟერაძე ვარ. 21 საუკუნეში რთული შექმნა ისეთი რამე, რასაც აქამდე რაიმე სახით არ უარსებია. სავსებით შესაძლებელია იყო ორიგინალური და ინდივიდუალური, მაგრამ ჩვენს ხედვას ყოველთვის უდევს საფუძვლად შთაგონება, ინსპირაცია. ამაში ცუდი არაფერია, მეტიც, ასე ჩვენს შემოქმედებას სიღრმესა და გრძნობას ვმატებთ. მაგრამ ასევე შესაძლებელია სწორედ გარე სამყაროდან მიღებული ინსპირაცია გახდეს განხილვის საგანი. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში. კულტურული აპროპრიაცია განსაკუთრებით გავრცელებული იყო 2000-იანი წლების დასაწყისსა თუ შუა პერიოდში. იმ დროს ბევრი თეთრკანიანი ვარსკვლავი იკეთებდა აფრიკულ ნაწნავებს, ეგრეთ წოდებულ cornrows, იცვამდა გეიშა სტილში და მუსიკალურ ვიდეოებს ინდოეთში იღებდა ჰენათი და ბინდით დატვირთულ კოსტიუმებში. მაშინ თითქოს ამას არავინ აპროტესტებდა, ამიტომ ჩნდება კითხვა, რატომ გახდა ახლა ეს საკითხი პრობლემური. პრობლემა კონტექსტისა და იმ კულტურების სათანადო აღიარების ნაკლებობაშია, საიდანაც ეს ელემენტები მოდის. მაგალითად, თუ ადრე კულტურული თავისებურებების გამოვლენა დაცვინის ობიექტად გაქცევდა, ახლა მათ ტრენდებად აქცევენ სოციალურ ქსელებში, იგივე პრობლემა ვლინდება მოდის სამყაროშიც. 2024 წლის ივნისში ლუი ვიტონი რუმინულმა კულტურულმა ჯგუფმა დაადანაშაულეს იმაში, რომ მათ შექმნეს ბლუზა, რომელიც ძალიან ჰგავდა ტრადიციულ რუმინულ იას, ხალხურ ბლუზას. ონლაინ კოლექტივმა, რომელიც რუმინული ბლუზის პოპულარიზაციაზე მუშაობს, სოციალურ მედიაში მოუწოდა ლუი ვიტონს მოეხსნა ეს ნივთები გაყიდვიდან მანამ, სანამ კულტურული დიზაინის გამოყენებაზე შესაბამის თანხმობას არ მიიღებდა და სათანადო ავტორობას არ მიანიჭებდა. რადგან აღნიშნული ბლუზა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში იყო შეტანილი, საქმეში რუმინეთის კულტურის მინისტრიც ჩაერთო და ბრენდს მოუწოდა, რომ ეღიარებინა ტრადიციული ბლუზის მოდელის მემკვიდრეობითი და კულტურული ღირებულება. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კონკრეტული სამართლებრივი ჩარჩო არ არსებობს მსგავსი სიტუაციის სამართავად, ლუი ვიტონმა გაითვალისწინა იუნესკოს მოწოდება. კიდევ ერთ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ინფლუენსერი ემა ჩემბერლინი. მან კრიტიკა დაიმსახურა კოლონიალიზმთან დაკავშირებული ისტორიული არტეფაქტის ტარების გამო. 2022 წლის მეტგალაზე ის $30 მილიონ შეფასებული კარტიას ყელსაბამით გამოჩნდა. ეს სამკაული თავდაპირველად ეკუთვნოდა პატიალას მაჰარაჯა ბჰუვამიტერ სინგჰის. კრიტიკოსების აზრით აღნიშნული ნივთი კოლონიური ექსპლუატაციის სიმბოლოდ აღიქმება, რის გამოც მისმა გამოყენებამ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ეს გამორჩეული ყელსაბამი შედგებოდა პლატინის 5 რიგი ჯაჭვისგან, რომელშიც ჩასმული იყო 2930 ბრილიანტი და ბირმული ლალები. ზოგიერთი შეფასებით მისი თავდაპირველი ფორმით შექმნა დღეს დაახლოებით $30 მილიონი აშშ დაჯდებოდა. The Times of India's მიხედვით 1928 წელს 34 წლის მაჰარაჯამ გადაწყვიტა 234.65 კარატიანი ყვითელი ბრილიანტი სახელწოდებით დებირსი საგვარეულო ყელსაბამად ექცია. სწორედ ასე შეიქმნა ცნობილი პატიალას ყელსაბამი. პატიალას ყელსაბამს საიდუმლოებით მოცული ისტორია აქვს, ის 1958 წელს პატიალას სამეფო საგანძურიდან გაუჩინარდა. ზოგი მიიჩნევს, რომ სამეფო ოჯახმა ყელსაბამი და ქვები ერთმანეთისგან განაცალკევა, სხვების აზრით კი ის მოიპარეს. დებირსის ცნობით ბრილიანტი 1982 წელს სოთბის აუქციონზე, რომელიც პატიალას სამეფო ოჯახს ეხებოდა, თავად ყელსაბამის გარეშე გამოჩნდა. მოგვიანებით 1998 წელს კარტიემ გავრცელებული, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით ყელსაბამი ლონდონის მეორადი სამკაულების მაღაზიაში შეიძინა და დაკარგული ქვები რეპლიკებით ჩაანაცვლა. კარტიემ ეს ყელსაბამი თავისი ახალი ბრენდ ამბასადორის ემა ჩემბერლინისთვის მეტგალა 2022-ზე გასატანად გაამზადა. სოციალურ მედიაში ამას სწრაფად მოჰყვა კრიტიკა, ბევრმა მოხმარებელმა მაშინვე შეადარა და იპოვა მსგავსება ამ ყელსაბამსა და პატიალას ყელსაბამს შორის და მის ისტორიულ და კოლონიალურ კონტექსტზე გაამახვილა ყურადღება. თუ კი ყელსაბამი, რომელსაც ინფლუენსერი ატარებდა წვეულებაზე, მართლაც პატიალას მაჰარაჯას ეკუთვნოდა, მაშინ გამოდის, რომ მეტგალაზე წარდგენილი იყო მოპარული ისტორიისა და კულტურის ნაწილი. თქვენ როგორ ფიქრობთ, სად არის ზღვარი ინსპირაციასა და კულტურულ აპროპრიაციას შორის? დღევანდელი ეპიზოდი ამით ამოწურულია, მე კი გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე. ნახვამდის.